მეგობრებო, ისეთ ხალხს ჯერ პრობლემებს გამოვაშუქოთ, გამიგე? იმიტომ რომ ისე პროფესორი, რექტორი, პრორექტორი აზრზე არა ეს რა არის? აზრზე არა პოსტის ზოგმა პოსტის გამოყენება არ იცის, წარმოიდგინეთ. ისეთ პროფესორს და ასეთ კათედრის გამგეს და პრორექტორს და რექტორს ავტორიტეტი ექნება? აი შენ რო ხედავ შენ მასწავლებელმა ან პედაგოგმა ან კათედრის ნებისმიერ ადამიანმა არ იცის კომპიუტერის და სოციალური ქსელების და ინტერნეტ რესურსების გამოყენება. ნახა, არ მინდა ცოტა გავმივიდეს. რა თქმა უნდა, მე პატივს ვცემ მიუხედავად ამისა, მაგრამ ამ საკითხში მე ჩავთვლი თავს დომინანტად. ავტორიტეტს კარგავს ეს ადამიანი ჩემთან. იმიტომ რომ თანამედროვე ინსტრუმენტია. თანამედროვე ინსტრუმენტია. ლაპარაკობს სარცი წერე დღეს, მეგობრებო, აი თქვენ ახლა ვინც გვისმენთ, შეკითხეთ თქვენ შვილებს, სტუდენტები იქნება, მოსწავლეები იქნება. მე ვიყავი სკოლაში, არ დავასახელებ სკოლას, ერთ-ერთ სკოლაში, სადაც სკოლაში თუ უნივერსიტეტში? არა, სკოლაში, რომ ვიწყებდი. და ჩვენო ეს დაყენებული ინფორმატიკის კლასი გვაქვსო, მართა ეს მიშას დრენდელის შაშკინიო თუ შიშკინიო თუ ვიღაცა რო იყო, სერვერი გააკეთეს, ფული ჩადეს, კომპიუტერები, ყველაფერი რა, მოკლედ ინფორმატიკის კლასი კარგი იყო. მაგრამ ასწავლიდა ფსიქოლოგი ასწავლიდა ინფორმატიკას. რა იღებს წარც, დიდი წარც ესე. ფერადი წარწი იყო. ხო და წერს, ბავშვებო, ჩაიწერეთ. Word-ი, ხრიჩ, Word-ი ეს არის Microsoft Windows-ის ერთ-ერთი სერვისი, რომლის ეს არის ტექსტური რედაქტორი, რომლის მიზანია და ამას ყველაფერს წერს წარცი და ბავშვები წერენ. საოცრება პირდაპირ. ესე იგი გადამემართა დათო, იცი რა და რა მეთქვა დირექტორისთვის როგორ მოგეწონათ მოთხრა ეს იგივეა ეხლა ცურვა რო ასწავლო ადამიანს ლეიბზე კი არა თეორიულად ასე წარცით რო ეხლა ეს წარცით გაუსვა ეს ხელი ასე უნდა აციო დახატო ეს ხელი და წარმოიდგინეთ ასეთ სიტუაციას ეს იყო რამდენიმე წლის წინ ასე რომ ეს პრობლემა არის უდიდესი პრობლემა. ჩვენ ამას ვაშუქებდით, სადაც შეგვეძლება, მაგრამ ეხლა გადავედით, რახან ჩვენ გვინდა შევქმნათ ესეთი კომპანია, იმ კვირაში უკვე უნდა შევქმნათ. ეხლა სასაპარტნიორო ჯგუფს ვამზადებთ. ხო და ამიტომ ჩვენ გვინდა წარმოვაჩინოთ ყველა მინუსები, ჯერ მინუსებზე ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ როცა პრობლემა არის, მერე ჩვენ ეს პრობლემა გადაგვაქვს კონკრეტულ ამოცანაში და მე იწყება იმ ამოცანის ამოხსნა, იმიტომ რომ ვეძებთ ამოცანის გზებს. იმიტომ რომ პრობლემის მოგვარება ეს თვითონ ტერმინიც უკვე არასწორია. ადამიანი პრობლემამ შექმნა ფაქტობრივად. რა ნიჭიერები არიან გურულები, გაგიჟდა. იგრძნობა მაინც მეგრული გავლენა. გავლენა. კარგი გაგებით. ამ სიტყვის კარგი გაგებით.